თანთალა. სიახლე გვაქვს ქართულ ბაზარში შემოვიდა ჩერი კოლა და ჩვენი მიზანია რომ ყველა თქვენთაგანმა გასინჯოს ჩერი, დააგებინოთ ახალი გემო და ვნახოთ მოგეწონება თუ არა და სუფრის კოლბა გადაწყვიტა რომ იმის გარდა რომ რეკომენდაცია გაცეს ჩერი კოლაზე, ასევე რეკომენდაცია გაცეს ჩერის კოლისგან მომზადებულ კერძებზე. ამიტომ სანამ დავიწყებ ჩვენს ეპიზოდს, მანამდე გავსინჯავ მე, იმიტომ რომ ხოდ ერთი ჩერი კოლა მაგასინჯული ცხოვრებაში და ეხა მეორეს გავსინჯავ თქვენს წინ. და რა თქმა უნდა, ყვითელი თავსახურის ქვეშ მოთავსებული კოდები შეყვანა ისე გრძელდება და დააგროვოთ ქულები, რომ მე შეიძლება ძალიან კარგი რაღაცები მოიგოთ. Taste test ნომერი 1. ძალიან ინტენსიური ალუბალი არ არის. კოკაკოლის ვაიბი მოყვება. უფრო ინტენსიური მეგონა რომ ექნებოდა, იმიტომ რომ სხვა რაც მაგასინჯული ძალიან ინტენსიურია და ძალიან მომწონს, რომ მაგდენად ალუბლის დამრტყმელი გემო არ აქვს და ძალიან კარგად არის დაბალანსებული. კოკაკოლს არ შეიძლება რა თქმა უნდა. კოკაკოლა, მადლობა კოკაკოლს რომ გვაძლევს საშუალებას რომ შევქმნათ კონტენტი თქვენთვის. ამიტომ ახლა დავიწყოთ და გავაკეთოთ ძალიან გემრიელი საჭმელი ჩერის კოლის გამოყენებით. შეიძლება უცნაური მოგეჩვენოთ, მაგრამ ხშირი პრაქტიკა არის სხვა შორის კოკაკოლის გამოყენება სხვადასხვა კერძებში. 21 საუკუნეა ამერიკა მძვინვარებს, ამიტომ გავაკეთებთ ღორის ნეკნებს კოკაკოლა ჩერის соусით და ასევე მივატანებთ ალუბლის სალსას. მოკლედ როგორც თქვით, დღეს ვაკეთებთ ღორის ნეკნებს და ღორის ნეკნებისთვის დაგვჭირდება რა თქმა უნდა ღორის ნეკნები, 100 გრამი კეჩუპი, დაახლოებით 30 გრამი ბრინჯის ზმარი, დაახლოებით 9 ჩაისკოზი ნიორის პუდრა, 1 ჩაისკოზი პაპრიკა, დაახლოებით 1 ჩაისკოზი ვორჩესტერის соуსი, 25 გრამი შაქარი და რა თქმა უნდა ჩერის კოკაკოლა. პირველ რიგში ჩვენს ნეკნებს უნდა გავაცალოთ აპკი, რომელიც აქ ნეკნებზე გადაკრული, უნდა გავაკეთოთ ეს უნდა მოვაცალოთ, რადგან ეს მე აღარ იღეჭება და ჩვენი ნეკნები უნდა დავამარილოთ კარგად, ბევრი მარილით, ღორს უხდება მარილი. მოგიხსენებათ, წვადის ქვეყანაში ვცხოვრობთ, დავამასაჟებთ. ეხლა მოვაყაროთ პილპილი. მოვაყაროთ შებოლილი პაპრიკა. პაპრიკა შეგიძლიათ მოვაყაროთ იმდენი, რამდენიც გინდათ, შეგიძლიათ რომ მთლიანად გააწითლოთ და უფრო ინტენსიური გემო გქონდეს პაპრიკის და ეხლა გავაცხელოთ ჩვენი ღუმელი 200 გრადუსზე და დაახლოებით 1 საათი შევაგდოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში ჩვენი ღორის ნეკნები. ავიღოთ ლანგარი, რომელსაც შევუშვებთ შემდეგ ღუმელში და ავიღოთ 2 ცალი ალუმინის ფოლგა და ესე ჯვარედინად დავდოთ. დავიღოთ ზეთი, წაუშვათ რომ არ მიიკრას და ესე დავდოთ ამაზე. და კარგად ესე გადავახუროთ. და რატო ვახოთ ალუმინში? იმიტომ რომ იქ თავისი წვენები ხო აქ ამ ღორს. ამას რო გამოუშვებ, შეგიძლიათ ორთქლი ხო შეიქმნება და ეს ორთქლი უფრო მალე მომზადდეს და უფრო წვნიანს გახდის ჩვენს ღორის ნეკნებს. ამიტომ შევაგდოთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. სანამ ცხება ჩვენი ნეკნები, მანამდე გავაკეთოთ ჩერი კოლა соуსი, ხა დავამატებ ყველაფერს ერთ ქვაბში, წამოვადუღებთ და გავაკეთებთ ლამაზ ჩერი კოლა გლეიზ. პატარა ქვაბი ავიღოთ, ჩავუშვოთ კეჩუპი, დაახლოებით 120 გრამი ვაშლის ძმარი, ვორჩესტერის соуსი, ცოტა შაქარი და რა თქმა უნდა ჩერი კოკაკოლა. და ცოტა ნიორის პუდრა. და შემოვდგათ ცეცხლზე. ჩვენი соуსი შევასქელეთ, დაახლოებით ეს კონსისტენციამდე მივიდეს, ლანტი соуსის კონსისტენციამდე, შესქელებული კონსისტენციის, ხო? დაახლოებით დაგჭირდება 10 წუთი მაგისთვის. 1 საათი რო გავადა, რო გავხსნით ჩვენს ნეკნებს, უკვე დავიწყებთ ზევიდან გადასმას, ამას დაახლოებით 5 წუთში ერთხელ რო კარგად დაკარემლიზირდეს და მოიბრაწოს გარედან გარსი. მაგრამ სანამ მაგ ამბავზე გადავალთ, მანამდე გავაკეთოთ ალუბლის მისატანკებელი ჩვენს ნეკნებზე. ამიტომ ამისთვის დაგჭირდებათ. დაახლოებით 250 გრამი ალუბალი, 2 სუფრის კოლზი ბალზამიკოს ძმარი, დაახლოებით 1 ჭიქა ღვინო, 10 გრამი კარაქი, 1 სუფრის კოლზი შაქარი, 9 წითელი ხახვი, 2 კბილი ნიორი. ავიღოთ 9 წითელი ხახვი და დავჭრათ ძალიან წვრილად. ავიღოთ ტაფა, ავიღოთ კარაქი, დავაგდოთ კარაქი, გადნეს კარაქი და კარაქი უგადნება დავყაროთ შემდეგ ჩვენი დაჭრილი ხახვი. გავცადოთ კარაქზე გადნეს. კარაქი გადნა დაიწყო შუშხუნი და ჩავშვებთ ახლა ხახვს. დავამატოთ ახლა 1 ჭიქა ღვინო, კარგად მოითუშება ჩვენი ხახვი. დავამატოთ ასევე შაქარი და ახლა დავამატოთ კიდე ალუბალი. ანუ ჩერი. ასევე დავამატოთ გაწყვეტილი ნიორი და დავამატოთ ცოტა ბალზამიკოს ძმარის სიმჟავისთვის. დაახლოებით 9 სუფრის კოლსი. და ახლა ამან უნდა იდუღოს ცოტა ხანი და ცოტა შესქელდება და შემდეგ გვექნება კარგი მისაყოლებელი ნეკნებთან. 10 წუთი დაველოდებით ჩვენს ნეკნებს და ვიწყებთ უკვე გარედან გადასვლას და მოვუმატებთ ტემპერატურას მაქსიმალურზე 220-დან თუ 250-ზე ავა თქვენი ღუმელი უკეთესია და დავიწყებთ ფუნჯით გადასმას ჩვენი მანამდე გაკეთებული ჩერი კოკაკოლა соуსის. სანამ ჩვენს ნეკნებს დავასრულებთ, მანამდე პატარა ფაქტი ისტორია. ალუბალი
ალუბალი იმაზე ძველია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. იგი ქრისტეს შობის 300 წლის წინათაც მოიხმარდნენ. თავდაპირველად ალუბალი ითვლებოდა როგორც ფუფუნების საგანი. თუმცა რომაელებმა ის ბრიტანეთში პირველ საუკუნეში შეიტანეს. ალუბლის ხეს შეუძლია 100 წელზე დიდი ხანი იცოცხლოს. იაპონური ალუბალი ანუ საკურა რეალურად ნაყოფს არ მოისხავს. ის უბრალოდ გასაფორმებელი ხეა. და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი. მიჩიგანის შტატში ყველაზე დიდი 12700 კილოგრამის ალუბლის ნამცხვარი გამოაცხეს. 12700 კილოგრამიანი ალუბლის ნამცხვარი გამოაცხეს, რომელიც გინეზის რეკორდების წიგნშიც არის შესული. 1 eternity later. 15 წუთი გავიდა, გამოვიღო ჩვენი ღორის ნეკნები, გავხსნათ და ზევიდან წავუსვათ უკვე ჩვენი მანამდე გაკეთებული ჩერი კოლას. მოდი ბარბიქიუ სოუსი დავარქვათ. გავხსნათ ეს. თავი წვენები გამოვუშვა და ეხლა ამას ესე ზევიდან დავასხავთ. ესე შევუშვებთ უკან ღუმელში. 15 წუთი გავიდა, კიდე ერთხელაც გადაუსვათ და შევუშვათ უკან ისე 220 გრადუსს. კიდე 15 წუთიც გავიდა, კიდე ერთხელ გადაუსვათ და ისე შევუბრუნოთ კიდე 10 წუთი შიგნით და შემდეგ შეგვიძლია რომ დავაგემოვნოთ. აუის ნახეთ რაღაცა ხუთინებენ და ბარბიქიუ. წყალი რო გადმოდის? ეს და აია ხორცი მღერის ძალიან კაი ხორცი გამოვიდა ნაჩალნიკმა გასინჯა და კვნესოდა და იძახის რომ თავისუფლად 35-დან 40 წლამდე გადაიხდიდა ამ კერძში. ამიტომ ეხლა ვნახოთ ჩვენი საბაიე კაცი რა სიტყვის, ის არის ჩვენი მთავარი შემფასებელი, ჩემი თაკოს მერე. ვნახოთ თუ მოეწონება. მე არ ვსინჯავ ჯერ, რადგან მე მაინტერესებს მისი გულწრფელი შეფასება და მე ვიზუალურად თუ შეაფასეთ ვიზუალურად ძალიან კარგად გამოიყურება. ამიტომ ეხლა ვნახოთ გემოზე როგორი იქნება ამ ალბომებთან და ამბებთან ერთად. ჩვენი მთავარი მუღამი რატომაც გავაკეთეთ ეს ხორცი და რატო ვიხმარეთ ჩერები და ჩერის ამბავი ის არის რომ ჩერი კოკოსთან ერთად წინ წამოვწიოთ ჩერის გემო ალუბლის გემო ჩვენს კერძში და ალუბალი აქვს თვითონ ამ სოუსაც ხახთან ერთად არის სოუსი ალუბალი აქვს ბარბიქიუ სოუსი ამ სოუსად ზევიდან წაუსვით და კოკოა ჩერისო დავატანკებთ ზემოდან უფრო მაგარი ალუბლის გემო იქნება ხო ვაფშე გავა ალუბლები ო ემენაჩი კოკა-კოლა ჩერი მითვიდა იგემე საოცარი გემო და გახდის გამარჯვებული კოკა-კოლა ჩერი რა ვაგრძელებთ დააგრო ეკულები ჩაერთე ლიდერბორდში დააგრო ეკულები და ჩაერთე ლიდერბორდში კაი მიდი გასინჯე ანათალი გავაკეთოთ ეს დავადოთ ცოტა ჩანგალისა და ჩანგალისი ჭამა. ჩაბუდამე ხარ. სიცხის. აუ. აღზან. ეს ალუბალი მართლა უხდება. მართლა უხდება. ეს მე ალუბის სიმჟავე ბევრ კერძში მიყვარს. ბურგერებშიც მიყვარს სხვათა შორის. მე თუ რეკომენდაცია გამიცია რამის გაკეთების მცდელობისთვის ეს ტოპ 3-ში ვეჭველი შედის. ანსველია და ძალიან მაგარია. ის რაღაც ბეშამი თუ რა ქვია მას, ბარბიქიუ სოუსი ბევრჯერ გადაუსვა. იმან გააკეთა ძალიან დიდი საქმე. კოკა-კოლა ჩერი! თან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ ნაჭრას აიღებს, რა თქმა უნდა. ზოგადად ქონი და ხორცის პროპორცია ერთმანეთთან ცოტა კარგად რომ მოდიდეს, ახობით 60-40 რო იყოს ვიზუალურად რა შეხედავ და შეაფასებთ. ისის კაცმა და თავარია გქონდეთ კოკა-კოლა ჩერი! ვიზუალურად შეაფასოთ, როგორი კარგი ნაჭერია, ცუდი ნაჭერია და ცოტა ქონი უნდა ქონდეს, რა თქმა უნდა. მე უკვე კარგ ნაჭერს რო აიღებ, მე უკვე ესეთი გემრიელი კერძს გამოგივათ. ამიტომ კოკა-კოლა ჩერი! მე მგონია რომ ვიკინგებს ხორცები ქონდა და აი გლიჯავდნენ აი ესეთი ხორცი იყო და აი ესე იმაშვება. აი თან თალებს მეგობრებო, აი თან თალებს. კი. იმენა იმას გავს რა, აი ბარაკ ობამამ შეიწყალა ის არა ქვია ეს ხორის სუკი ზენბლა გადარენიაზე. ერთი ძალიან უცნაური კოკა-კოლა ჩერი!
საოცარი არ ვიცი რა დავამატო, სიტყვები არ მყოფნის უბრალოდ. მოგლეთ მეგობრებო, ჩემი დიმიტრი ახლა თქვენ გამოსამშვიდობებელ ტექსტს გეტყვით. ასევე ყვითელ თავსახურების ქვეშ მოთავსებული კოდების შეგროვება ისე გრძელდება. შეიყვანეთ აპლიკაციაში, მონაწილეობა მიიღეთ ლიდერბორდში და იქნებ გაცისკროთ და მოიგოთ კარგი რაღაცეები. Coca-Cola. დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, დიდი მადლობა რომ დაალაიქებთ და გააზიარებთ ამ ვიდეოს და გამოიწვიეთ ჩვენი სუპერსკოლის არხი, რომ ერთად დავაშენოთ პატარა კიბერ სოფელი. ამიტომ ახლა დაგებშობებით. Coca-Cola cherry